მოგესალმებით, მეგობრებო, ვისაც ასტროლოგია გაინტერესებთ, ვისაც სახლების სისტემა გაინტერესებთ, როგორ მუშაობს სახლები, როგორ მუშაობენ სახლების მმართველები, რა არის საერთოდ ეს ყველაფერი? მიწოდნა მაინც ერკვევით პლანეტებში ზოგადად. და არ იცით რა არის სახლების სისტემა, ხო? აი ხშირად მწერენ ხოლმე რომ აი არ ვიცი სახლები რა არის. ამ დროს სახლებს ვიყენებთ ტრანზიტებისას, ჩვენ პლანეტები რომელ სახლში ხდება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორ ხდება ამ სახლების გამოთვლა მაგალითად. მექნება თეორიული ლექცია 13 საათზე. და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გავივლით ამას თეორიის კუთხით სლაიდებით სახლების სისტემაზე, მექნება დასურათებული სლაიდები, აგიხსნით ყველაფერს, რა არის სახლების სისტემა, ყოველ სახლის დახასიათება, მმართველები როგორ გამოვითვალოთ და რას ნიშნავს მმართველები და ტრანზიტებში როგორ უყუროთ ამ სახლების სისტემას, ხო? რა არის მნიშვნელოვანი ძლიერი სახლის კუთხით და სუსტი სახლის კუთხით? რა არის მნიშვნელოვანი გავითვალისწინოთ, მაგალითად, როცა სახლებს უყურებთ იქ, ხო? როგორ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტის კუთხით, აი სახლებში მაგალითად რომელიღაცა პლანეტა გვყავს, თეორიაში შემიძლია საუხსნა და შემდგომ როგორ ვიმუშაოთ, მაგალითად ტრანზიტში ვხედავთ, რომელ სახლში რა გადის, როგორ ვიმუშაოთ მე ყველაფერზე. ამის ინსტრუქციასაც მოგცემთ, იქნება ძალიან საინტერესო ლექცია, მოიქნება კითხვებზე პასუხი, რა თქმა უნდა, იქნება Google Meet-ით შეხვედრა და რა თქმა უნდა ჩავიწერთ ამ ვიდეო გაკვეთილს, ესე რომ ვთქვათ, ლექციას და დაიდებათ ახურულ ჯგუფში, რომ მე ხელმეორედ იქ იმდენად ბევრი ინფორმაცია იქნება მოცემული, რომ შეიძლება ხელმეორედ ძალიან ბევრს მოუნდეს რომ უყურონ თავიდან. ასე რომ გელოდებით, მეგობრებო, ძალიან საინტერესო სამყაროში გეპატიჟებით. ეს სახლების სისტემა ერთ-ერთი ჩემი საყვარელი თემა არის, მისი მმართველები, რომელ სახლში ხვდებიან, ეს კიდე ცალკე ფილოსოფია არის და იმდენად ბევრ ინფორმაციას მიიღებთ, იმდენად ბევრს და მიხვდებით, რაც თავარია, თერაპიულ დონესაც კი, როგორ უნდა გააცნობიეროთ ამ სახლების ენერგია თქვენში, იმიტომ რომ სახლებში იმალება მთავარი ინფორმაცია, მაგალითად მოძრაობის, აი თვითონ ხალხოთვისაც რომელიღაც კონკრეტულ სახლს ვსაუბრობთ, ხო, იმ ენერგიას, იმ ეგრეგორს თუ გავაცნობიერებთ ფსიქოლოგიურად, უკვე დავინახავთ რა რესურსი აქვს ამ სახლს, რა პრობლემები შეიძლება შექმნას და რა გამოწვევები გაგვიკეთოს, ხო? ამიტომ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ლექცია არის ეს სახლების სისტემაზე და ვისაც გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ მოწეროთ, დახურულ ჯგუფში იქნება ეს ივენთი, ესე რომ ვთქვათ, და Google Meet-ის საშუალებით და იმედია საინტერესო იქნება, რომ სულ მიწერენ ხოლმე, რომ სახლების პრობლემა აქვს, იმდენად მინიმალური ფასი დავადეთ ან სპეციალურად, რომ ყველა მოახერხოს მოსვლა, რომ ну აი აბსოლუტურად ყველას შეიძლება დაინტერესებულ ადამიანებს უბრალოდ მოისმინონ ეს ლექცია და გქონდეთ როგორც მაგალითად მომავალში ინსტრუმენტი ვიდეოს სახით, როცა მოუნდებათ, მაშინ დაბრუნდნენ და უკვე ფაქტიურად ეცოდინებათ პლანეტების გარკვევა და მე უკვე სახლების სისტემა შეიძლება სახლებზე წავიკითხოთ, მაგრამ ვერ მივხვდეთ, ხო? და აი ეს ლექცია იმისთვის არის, რომ გაცხოვროთ ეს სახლები. იმიტომ რომ 12-ვე სახლი მუშაობს ყოველთვის ჩვენთან, უბრალოდ შეიძლება ვერ ვიცხოვროთ ეს, ვერ გავაცნობიეროთ, ხო, ემოციური კონტაქტი არ გქონდეს და ამ ლექციაზე ზუსტად ეს იქნება მნიშვნელოვანი, რომ იცხოვროთ ყოველი სახლი თქვენი და შეიგრძნოთ და განსხვავება ისწავლოთ, ხო, ამ ყველაფრის. მოკლედ გელოდებით სურვილებს და დროებით, მეგობრებო.